კითხვაზე უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ჯამში რესპონდენტს და 54.5% თანხმობას აცხადებს, 22.3% არ უჭერს მხარს. ჯამში 23.2% კი პასუხისგან თავს იკავებს. თუმცა, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა. წინააღმდეგია ან უარს ამბობს პასუხზე 50%. რეგიონებში კი 56.4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამავე კვლევის თანახმად გამოკითხულთა 37.4% მხარს უჭერს ოპოზიციის ერთიან სიას, 24% მომხრეა ცალკე სიების, 38.6% კი პასუხისგან თავს იკავებს. ამას გარდა საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია. ერთი ნაწილი 36% ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი 39% ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც. ამ კვლევამ ფართო დისკუსია გამოიწვია პოლიტიკურ სუბიექტებში ოპოზიციური ფლანგიდან. ლელოს გაერთიანება და გახარია საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ კვლევამ მკაფიოდ აჩვენა ხალხის მოთხოვნა პოლიტიკური ცვლილებების მხრივ, რასაც არჩევნები უზრუნველყოფს. უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ნეიტრალურ, პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე ვესაუბრებით მაგალითად ლელოს დიდი ხანია. მეორე საკითხად შეხება კვლევას უშუალოდ. ამ კვლევას ახლა რამ ხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, ჩვენთვის, როგორც პოლიტიკურ სუბიექტისთვის, მთავარი საკითხი არის ორი. პირველი, ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კოალიციები და მეორე, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია და არა კოალიცია, რომელსაც აქვს მზარდი მხარდაჭერა და სერიოზული მხარდაჭერა მათ შორის მოსახლეობაში. აი ეს ორი საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამომრჩევლის დიდი უმრავლესობის მოთხოვნა ეს არის ცვლილება ქვეყანაში. საზოგადოებას არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, იმიტომ რომ მაგალითად ქვეყნის მასშტაბით უმრავლესობას მიაჩნია, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა, თუმცა მაგალითად დედაქალაქში უფრო გაყოფილია აზრი ამ საკითხზე. ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი მოთხოვნა ერთიანობის პოლიტიკური ძალების რეჟიმთან დაპირისპირებაში, მაგრამ რა მექანიკით უნდა განხორციელდეს ეს ერთიანობა, რა შეთავაზება უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა კლასმა საზოგადოებისთვის და როგორი მოდელით უნდა დაგეგმონ და შეთავაზება უნდა გააკეთონ სწორედ პოლიტიკურმა აქტორებმა ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციის მეორე ნაწილი ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის მიიჩნევენ, რომ კვლევამ მოსახლეობის კრიტიკული განწყობა აჩვენა ამ პოლიტიკურ პირობებში ჩატარებული არჩევნების მიმართ. დიდი მეც გამოთქვა, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად, ლელოსთან ერთად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ჩვენ დავხურავთ ამ ფურცელს და ზუსტად ისევე პრინციპულად, როგორც პარლამენტში არ შესვლით, კომისიასთან არ თანამშრომლობით დაიხურება ეს ყალბი ადგილობრივი თვითმმართველობის თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში. ნახეთ კვლევები, მათ შორის რომელიც ადასტურებს, რომ მაგალითად თბილისში 70% არის წინააღმდეგი ამ ყალბი პროცესის. ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ჩვენ გამოუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც უცხადებთ, იმიტომ რომ ანუ ფაქტობრივად ხაზგაუსვა ოპოზიციური ამომრჩევლის 25-27% არის ეხლა მზად, რომ ამ პირობებში მიიღოს მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70-80% უნდა იყოს, რომ არსებული ცესკოს პირობებში შეძლო ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება. და როდესაც შენივე ამომრჩეველი მიიჩნევს 60%-მდე, რომ არჩევნები ყველა ვარიანტში დარღვევებით და გაყალბებით დასრულდება, უნდა შეეშვა არსებულ პირობებში არჩევნებში გასვლაზე საუბარს. ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები კვლავ ოპოზიციის სიზუსტესა და ქვეყანაში მათ მიერ დესტრუქციის შემოტანის საფრთხეზე საუბრობენ. იმის მიუხედავად მიიღებენ თუ არა მათი ოპონენტები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას. ოპოზიციურ ფლანგზე ადამიანები არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ეს მუდმივი დესტრუქციისა და რევოლუციის სცენარი არის საქართველოსთვის და მათი ოჯახებისთვის პირადად მათთვის მისაღები. ეს ამას უნდა ნიშნავდეს, თუ კი ეს ასეა, მაგრამ რეალურად გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადამიანებს ეს სცენარი არ მოწონთ, რევოლუციის სცენარი არც ერთ ფლანგზე, მაგრამ ეს სცენარი არ იცვლება იმ სათავეში, რომელსაც წარმოადგენს დღეს ჩვენი სამწუხარო სავალალო ოპოზიცია.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-დან 20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. განსაზღვრულია პლუს-მინუს 2.2%-იანი ცდომილება, 95%-იანი სანდოობით. ეს კვლევა ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research-თან თანამშრომლობით ჩატარდა. ალეკო კვეტაძე, Euronews, Georgia.